ადრე არ ვიცოდი და ახლა აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრ ადამიანს არ მოსწონს, როდესაც საუბრობ ორსულობის შესახებ დადებით კონტექსტში. მათ ეს აღიზიანებთ, რაღაცნაირად არ სიამოვნებთ, გეკამათებიან კიდეც და გაცილებით უფრო მისაღებია მათთვის, როდესაც ამბობ, რომ მაგალითად ორსულობა ფიტავს ქალის ორგანიზმს, ეს მათი სიტყვებია, რომ ორსულობა ამწვავებს ბევრ დაავადებას, ის აუშნოვებს მის სხეულს, სახეს, ჯანმრთელობას აუარესებს და საერთოდ ორსულობა ბევრი ქალისთვის არ შეიძლება. მსგავსი კომენტარები დაიწერა, როდესაც მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ყვები თუ როგორ დადებითად მოქმედებს ორსულობა ბევრ დაავადებას, მათ შორის ენდომეტრიოზზე, პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომზე. და ამ ადამიანების და არა მხოლოდ გასაგონად მინდა კიდევ ერთხელ განმარტო ის, რომ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი და ენდომეტრიოზი არ იკურნება. ისინი თავისით ქრება მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად. არ შევჩერდები ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მენოპაუზაში ხდება ენდომეტრიოზის გართულება, პირიქით გამწვავება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის, რომ დაავადება არ იკურნება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უმკურნალო და უნდა უმკურნალო იმისათვის, რომ დათრგუნო ის და გადაიყვანო რემისიაში. ამისთვის არსებობს ბევრი მიდგომა. იქნება ეს მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ოპერაციული, მაგრამ ერთ-ერთი არის ორსულობა. დიახ, ორსულობის დროს ხდება მისი რემისია და ასევე ლაქტაციის პერიოდში. ამიტომაცაა, როცა ძუძუს აჭმევს დედა, ეს ლაქტაციის პერიოდი რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მაგალითად არა 3 და 4 თვე, არამედ მაგალითად 1 წელი, როგორც უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ეს დაავადებები, ესე ვთქვათ, ვერ ასწრებენ აღდგენას, ანუ გამწვავებას. რასაკვირველია ის აზრი, რომ ორსულობის შემდეგ ეს დაავადებები შეიძლება ისევ გამწვავდეს, რასაკვირველია, შეიძლება გამწვავდეს, მაგრამ ნებისმიერი მკურნალობის შემდეგ თუ მიატოვებ მკურნალობას და მართვას და ყურადღებას არ მიაქცევ, რასაკვირველია ის შეიძლება გამწვავდეს. შეიძლება არ გამწვავდეს. ამ დაავადებების შემთხვევაში ორსულობა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალი.